იმედი არ გვაქვს იმედს. გეთანხმები. გამჭირდება. მოთხოვნა არის ჩვენ. თავრობა ჩვენ ხვაფშე დღეს დილის მერე მაგრამ მივა იმის ყურებამდე რომ ეს გაჭირებული ხალხი ყველაფერზე წავა უკვე. გახსნა საზღვრები. რომ ჩვენი ვირჩინოთ თავები, ჩვენი ოჯახები. ჩვენი შვილები და შვილიშვილები უპატრონოდ შიმშილი საზღვარზე მისულები ვართ. ძალიან უკიდურეს მდგომარეობას მისული ადამიანი ყველაფერს გზავს. საზღვრის გახსნა. მეორე კიდე ეს 300 ლარიანი დაპორტირება რომა სად არის რომელმა აიღო? ვითომ? სადუნამია კითხოთ. სადუნამია კითხოთ. რას გვატყუებენ? უარი მართალი სადუნამია კითხოთ. ეგეც არ ვიცი. ვინ აიღო? არავის არ აუღია. მაია ჯიჯავაძე. ისი არ მომიდეს. ესეთი მაიგობა არ ეს არის გაჭირებული ხალხი და ნუ მიაწერე და ნუ მოაწერე. ავატყოფი ინვალიდი მყავს, შვილი იმას სამალი უნდა და უმუშევრები ვართ სახლში. საზღვრის გახსნა არის მოთხოვნა, რომ გავიდე ისევ, რასაც ვაკეთებ, ის გავაკეთო და ვიმუშაო 10 ლარი და შემოვიძანო ჩემს ოჯახს. სისუფთავეზე იქ არის სასადილოებში, ლოკანტებში, იქ არის ჭურჭლის რეცხვარი, იქ ჩვენ გვასაქმებთ. ვიცით სად უნდა მივიდეთ და სად დავსაქმებთ. ყოველას ჩვენ ვსწავლობთ ალიმონს და ეს მალაგებს საჭიროა. Precis საიდრე იქნება რომ ჩვენ გადასული ვარ იქნება. დანარჩენი ყოველდღე მიდიოთ და იქნებულოთ ჩვენ ახლა მოხდა ჩვენ ოჯახებში. ეხლა ჩაფიქეთ ეს და რა გავაკეთოთ? გაგცეთ პასუხი სანამ იქნები გამოგები. პატიმრები ვარ. პატიმრები ციხეში ჯობიან პატიმრები. ეპიდემიის გამო ჩვენ ვიცით რაშია საფრთხე. ეპიდემია ჩაიარა. ჩვენ მეუბნებია რომ ეპიდემიის ერთად მიწევს ცხოვრება. სხვა დროს არ იყო ეპიდემია. ახლა ეპიდემია. არ იყო ორი გრიპი 2012 წელს 2013. დიახ, შეგახსენებთ რომ სარფის საბაჟოზე ვიმყოფებით, სადაც აქციის მონაწილეები ითხოვენ საზღვრის გახსნას, რადგან თურქეთში დასაქმება არის ერთადერთი შესაძლებლობა მათთვის ჰქონდეთ შემოსავლის წყარო. ისინი პირველ რიგში ითხოვენ საზღვრის გახსნას, ან ალტერნატიული სამსახურის შეთავაზებას, ან კომპენსაციის მიღებას მაინც უკიდურეს შემთხვევაში, რაც ასევე პრობლემა იყო მათთვის ამ დრომდე და დღემდე არავის მიუღია 300 ლარიანი დახმარებაც. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, ისინი ითხოვენ ხაზგასმით აქ ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსვლას. ერთადერთი ვინც აქ მოვიდა იყო საკრებულოს ხალვაჩაურის საკრებულოს წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობიდან, მთავრობიდან არავინ გამოჩენილა.
ჩვენ ნახეთ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, ასევე რომელიც აქციაზე ახლაც და ელოდებიან მთავრობის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, მათგანები დაუკავშირდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას კითხვით აპირებენ თუ არა ისინი თურქეთში დასაქმებული ქალების აქციაზე მოსვლას, თუმცა ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი მივერ თუ არა ვინმე მთავრობიდან აქციაზე და ვინ მივა. ჩვენ დრობით ვასრულებთ ლაივს. გრძელდება აქცია შედარებით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ის მთავრობის დროებით ლაივს დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათმანები დაუკავშირდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას კითხვით აპირებენ თუ არა ისინი აქციის მონაწილეებთან გასვლას და მათ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც არის აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა. კერძოდ ისინი სვამენ კითხვებს, კონკრეტულად როდის გაიხსნება სარფის საზღვარი, ითხოვენ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს საქართველოშივე, ან კომპენსაციას მაინც საუბარია ერთჯერად 300 ლარიანი დახმარებას, თუმცა ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ეს ძალიან ცოტა, მათ არანაირ პრობლემას არ უგვარებს ეს მცირედი დახმარება მათ შემოსებით და ძირითადი მოთხოვნა აქციის მონაწილეების არის სარფის საბაჟოს გახსნა. ბათუმელებს მთავრობის ადმინისტრაციაში მოპასუხეს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი გავლენ თუ არა მთავრობიდან აქციის მონაწილეებთან და ვინ გავა და გავა თუ არა საერთოდ დღეს. აქციის მონაწილეები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ მთავრობის აქ მოსვლის გარეშე ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას სარფის საბაჟოს და მეტიც გადაკეტავენ ტრაილერების სავალ ნაწილს, რის აღსაკვეთადაც აქ პოლიციელები არიან მობილიზებულები, როგორც ხედავთ. ჩვენ ცოტა ხნით უნდა გამოვთქვათ ლაივი გემშვიდობებით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ჩვენ გაგიბონდებით ისევ პირდაპირ ჩართვით. მოლოდინის რეჟიმში გრძელდება აქცია, ისინი მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებენ, რომელიც ჯერ არ ჩნდება. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. მე რეპორტერი თამარ ნერგაძე ვარ. დროებით ნახვამდის.